მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩამოვედით ახლა ათენში ვართ, ერთი გადაჯდომა გავიარეთ და ახლა მეორე იმას ველოდებით და ტვირთებით და რაღაცებით ხედავთ ვითომ Starbucks-ის ყავა დავლიეთ. თბილისში უკეთესი Starbucks-ის ყავა არის, მე მგონი, დაჟე. ახლა ლენკა არის გასული, რაღაცები უნდა იყიდოს თავისი იმისთვის, რაღაც დესერტი ევასება და მაგის ჭამა უნდა, მე მგონი და მაგის გამო არის ჩამოსული. და აქ მაგარი ცუდ რაღაცაში გავიჩიტეთ. იდეაში 8 საათიანი შუალედი გვაქვს გადაჯდომამდე რა. და ამ 8 საათიდან 4 საათი იდეაში ლაუნჯში შეგვიძლია შესვლა, მაგრამ ლაუნჯის ადგილზე ვერ შევდივარ, იმიტომ რომ ჯერ გეითი არ ვიცი რომელი, ანუ ჩემი ფრენდის გეითი არ ვიცი, სად ვიქნები რა. და მაგარი ცუდი პონტი არის, ეგ არ გამისწორდა. მე მგონა რომ მთელ 8 საათს იმაში ლაუნჯში გავატარებდით და შედარებით წყნარად ვიქნებოდით და ტვირთის თრევა არ მომიწევდა ყოველ 5 წუთში ერთხელ და გოდიში. მაგრამ აშკარად მომიწია და ვიღაცა გოგო მიყურებს ახლა გვერდიდან გეგონება რამე დაუშავე ისეთი სახით გამოხედა. და უბრალოდ მას მოკიდებს, რა ვქნა. დღეს რაზე მოგიყვეთ რა. აუი, ლაშა გელაშვილი გავაძრე, აქაური ლაშა გელაშვილი გავაძრე, აი ეკრანზე. აი იმედია ლაშას გაეცინება თუ ნახავს, მეტი არა ჩემი მტერი მაგან ამისთვის დრო გამონახავს, მაგრამ მაინც რა აზრია. რა, კარგი ადგილი არის აეროპორტი, მაგრამ ეს ძალიან დამღლელი გამოდგა რა, აი ვენაში რო ვიყავით, ვენაში ბევრად უფრო მარტივი იყო და კომფორტული იყო და არა მარტო ვენაში რა, სხვა ქვეყნებში ზოგადად ბევრად უფრო კომფორტული არის ვიდრე აქ. აქ ისეა რომ გადაჯდომის დროს გეითიც რო არის ნიტო პონტია რა. გასაგებია რომ ცოტა გვიან შემოდის ხოლმე ინფორმაცია, მაგრამ აინც ახლა რა, რავი. კაროჩი. ბევრად უფრო მარტივად იგზავებდით სხვა აეროპორტიდან ჩემი აზრით. მაგრამ ნუ რა თან ბერძნულად რო ლაპარაკობენ, ვერ გავიგე ეს ბერძნულად. ლაპარაკის უნარი ვერ დავამოყავე, ანუ რაზე ბაზრობენ ეგეც ვერ დავამოყავე, ვერაფერი ვერ გავიგე რა. რაღაცა ისენი აქვს, გადამტანი ისენი, პროსტა ბარგებს ალაგებენ რაღაცას. წერან ლენკა იძახდა დავითრიეთო, მაგრამ ძვირი ეღირება, ყველაფერი ძვირი ღირსა. შედარებით. ჩვენთან შედარებით. ისა რა, ტაჩკებითა რაღაცები და იმით და მეც მინდოდა ეგეთი რომ მქონოდა, მაგრამ არა მაქვს. მაგარი დაღლილი ვარ რა. შერლოკ ჰომს ყითხულობ, ვინც არის ცით. სადი წესით დავამთავრებ კიდევაც სან თბილისში ჩამოვალთ რა. დღეს გვაქვს ფრენა ივსო რა, ხვალიდან ისევ საქმეს უნდა შეუდგეთ. ყოველდღიურად ფულრუ მაფიაში გელოდებით მოგზავნით, როცა გინდათ, თუ გინდათ. მაფიას ითამაშებთ. ღამის თამაშებზე თუ ჩაეწერებით ხოლმე, მეც ვითამაშებ შეიძლება. რაც შემდეგ და ამ შემდეგ. ოპა. ეხა უკვე იმას ფიქრობთ, ლენკას შევცვლი მე მგონი იმასა. მოგზაურობაზე რა, ძალიან დამოკიდებული გახდა უეჭველი. და უკვე იმას ფიქრობ, შემდეგისაც წავიდეთ და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ჩეხეთისთვის დროა უკვე რა, ლენკასთვის, რომ ჩეხეთი ვანახოთ. მე და ჩემს ვაკაცებს გვაქვს გაკეთებული ეგეთი რაღაც, რომ ერთხელ ქუთაისში ვიყავით, ქუთაისში კი ბათუმში ვიყავით, ქუთაისში ჩავედით. და ქუთაისში დავლიეთ რა, რაღაცა არ მახსოვს რა, რაღაცას დავლიეთ, პროსტა დავლიეთ. და რომელიღაცამ თქვა, რომ წამოვა დავაიო პრაღაში წავედით. წავედით პრაღაში დავლიეთ, იქაც ჩამოვედით მე მეორე. ვიზი არის მაგ პონჩი ძალიან კაი არის რა, აი ბარგი რო არა გაქვს, არაფერი რო არა გაქვს, წამოხვალ უპრობლემოდ, მაგრამ აი ბარგი რო გაქვს. ხაბა ძალიან ბევრი ბარგი გვაქვს. დუტი ფრიშიც სხვათა შორის აქაური დუტი ფრი ბევრად უფრო ძვირია ვიდრე სხვები. რატომღაც ძალიან ძვირი იყო და ვერ მივხვდი რატო, რა სხვაობა უნდა იყოს რაღაცა კონკრეტული იმებისთვის, მაგას ვერ ხვდი. აუ ვიდეო ჩართული ხომ? კი, ჩართული მქონია. კაი დროს მახსენდება ხოლმე ეს ვიდეოები რა, ნეტა ჩართული თუ არა. აქაურ სიგარეტს ეწევი, ჯერ კიდევ, რომელიც სხვათა შორის ძალიან მომეწონა. ოღონდ იმის გამო მომეწონა, რომ 26 ღერი დევს რა და არც ისე ძვირი არ ღირს. ნუ იდეაში როგორ არ ღირს ძვირი, 15 ლარი გამოდის თითო კოლოფნა არის. მაინც რა ეხა სადაც ვალარს მივეჩვიე თბილისში და 900-ს აქაური 15-იც არ არის პრობლემა და ლენკა ძალიან დაიკარგა და ლენკა სად არის ხომშლობა აქვს მე მგონი. რა ხდება ნეტა იქით.
вообще აზრი არა ვარ რა. იმენა გათიშული ვიყავი ეს დღეები შემატყობდით კიდევაც რა, რაღაც ცოტა ნეგატიურ ტალღაზეც ვიყავი დაჟე. ხო და ეხლა შედარებით დავლაგდი რა, ამოვიშვი. ხო და რო გავიშვებ, მე ვიცი რა. ეხლა ჩავიდე ერთი თბილისში ყველა იუთუბერს უნდა დავადგეს სახლში, ხო და ეგ განახე სახლში რა. საათს იქნებიან ხოლმე. უნდა შევცე იმენა ყველა. ბიჭებს უნდა შევცე. პირველი ვითი დავიწყოთ, ხენ ეგ მითხარით. ლენკაც მოსულა. მანახი აბა შევჭამო ალერგია თუ მომწევს. მანახი რა არის? მე რა ხალხს ვანახოთ რა არის, მოდი, აი. ვითომ მე არ მაინტერესებს. უი არა. ესეთი რაღაცა იყიდა რაღაც. მე ალერგია მაქვს დარიჩინზე და აი. ტერიას ნაგავი. მაგრამ მევასებიან. აქაური ზანგები მაგრა ასწორებს თუ წერან ლაპარაკობთ აქ იყო ანტეტეკუმპოს ისა რა გახსნილი აქვს თავისი მარკეტი კი არა მაღაზია რა ანტეტეკუმბროს ქვია რა ძალიან თესლი სახელი აქვს მოფიქრებული და ხო და მაგ ანტეტეკუმპოს მაღაზიაში იყო ლეგოთი აწყობილი ანტეტეკუმპოს დიდი ქანდაკება მე სურათს გადავიღებ გავს თორა ინსტაგრამზე მაინც რა აგარი იყო მაგრა დამევასე ეხლა მე რომ მაგარი როჟა ვიყო ინსტაგრამზე ხო რაც სტორები მაქვს მაგითი ესე გრის გავაკეთებდი ცალკე ჩავამატებდი შიგნით ჰაილაითებს მაგრამ ყლეზე მკიდია და მაგრამ ეზარება ასე რომ არ ვიზო მაგ ყველაფერს კიდე კაი ეგეთ რაღაცებს არ აკეთებო ლენკამეთ და ჩემი სახელი ვერ ჩაიწერა კარჩე ერთი გრიოგია წერია ერთი ზანგი ქალბატონი იყო რა რომელსაც სტარბაქსში უნდა მეყიდა და გრიოგი დაწერა ინგლისური არ იცოდა არასწორად წერს რატო სურათებს უყედენ მე და დებენ რომ ხახა როგორ არასწორად წერა უი შეიძლება ეგ თუ არის მაგარი ჭკვიანურია მაგრამ დებილი მე გამოვდექი მაგ შემთხვევაში მაგრამ მე ვასწრებ მაგრამ თბილისში უკეთესია სტარბაქსის ყავა ისე ძალიან ნოყიერი იქნება ეგ სინამონი კი არა სინაბონი ლაშაგელაშვილი ძვაჩვენე ხალხს მე მოვიფიქრე როცა ორი ადამიანი გზავრობთ და ორივეს გაქვთ თქვენი ეს ქუდები კი არა და დასძინებლები მე მოვიფიქრე აი ხა მეტი არა ჩემი ტელი ლენკამ ეს ატაროს თავის პონჩი და ესე გადავაბი ერთმანეთს და ესე მადევს ხოლმე და დავდივარ ყლესავით აქ ვითომ ისე მაქვს კერდი ვისაც სათამაშება გენდომებათ კომენტარებში დაწერეთ დაპლეუსტით და მე ერთად შევიკრიბოთ და ეთამაშოთ აი ამას რა ლენკა ისეთ სახეს მეყურებს ხოლმე რომ ხანდახან გონია რომ თქვენთან ვღალატობ ჩემი აზრით ეგრე მიყურებს ხოლმე ყოველ შემთხვევაში რაღაც ძალიან დაღლილი ტრიპი გამოვიდა ეს დღევანდელი დღე რა აი ჯერ ხო 11-ზე გამოგვაგდეს იმიდან სხვათა შორის 11-ზე რომ გამოვედით სასტუმროდან 12-ის 20 წუთზე მყავდა დაბარებული ტაქსი რა რომელშიც 120 ლარი გადავიხადეთ ტაქსი არის უძვირესი ძმაო აი ძალიან ძვირები მაგრამ მე კიდე იაფად გამოვძვერი მე ეგრე მგონია 40 პუნქტი დაგვიჯდა ბუკინგიდან დავჯავშნე და მაგიტომ ფაზაკლებამ მგონია მაგრამ აი ვიღაცას აი ესე ქუჩაში რო გაგვეჩერებინა ტიპი 80-90 ევროზე ნაკლებად ალბათ არ გამოგვიყვანდა იმ 20 კილომეტრი ხო და ხო გადავიხადეთ ეს გადავიხადეთ კი არა და ეს ტაქსი ხო დაგხვდა ეს ტაქსი მაგარი როჟა იყო ახლა მაგაზე ვერაფერს ვერ ვიცი კაი ტიპია თან 130-ით დადიოდა და აი ფანჯრიდან რო ვიყურებოდი მეგონა მაქსიმუმ რა ვიცი 40-ით დავდიოდი ისეია რა ადრე მიგვიყვანა ისეც ხო ადრე ვიყავით გამოსული კიდე ადრე მიგვიყვანა მე 3 საათამდე იქ იმენა გავიწელე შუაზე იმენა რომ მეთქი რაღაცა იქნება დრო გავიდეს ვერა და ვერ გავიყვანე კიდე კაი პატარა ვიყიდეო და გეხვეწები განახი დედა მოუტყნა იმენა ამას შეხედე აი წერან ხო დაინახეთ აი ზუსტი დრო არის არც ხათია არაფერი რამდენ ხანში მოუტყნა დედა ნუ კიდე კაი პატარა ვიყიდეო
3 წუთში არ მძერა, 3 წუთზე ნაკლები იქნება. ამაში რომ მიდევს თავი, მაგრამ ეძინება. ვაფშე სულ მეძინება. ვისაც ძილის პრობლემა გაქვს, ჩემთან მოვბრძანეთ. მაგრამ დაგაძინებთ. მე მაგრამ ეძინება და მე რომ დამინახოთ თქვენც შეგშურდებათ და დაიძინებთ. ხო ჭკვიანური ხოდია. მაგარი ვარ. არა ძინ. იყიდება და. ჩემი არ მოხდა. კაროჩე რა. რა გინდა აღარ? წყურია? წყალი იყიდა. მე აქ წყლის დალევას მივეჩვიე და მაინდა-მაინც ეს ბოლო პერიოდია. წყალი და სიგარეტი არასწორებს. სიგარეტი თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში. წყალს თავისი. ძმაკაცებს თავისი, ცოლს თავისი. რა წყალი და სიგარეტი ერთად რა თქმა უნდა. ხო და ყავა მაგიტომ მინდა თან მოვწიო. ეხლა რომ გიო ნახოს ეს ვიდეო ხო ხარ ღირს? აი გიო. იმედია გიო ნახავს ამ ვიდეოს. გიო ვინ არის? გიო მე ვარ. აუ მაგრამ ეძინება ხალხი, მაგრამ მიყვარხართ, მართლა მაგრამ მიყვარხართ. ხო ჩამოვალ და თქვენი ისინი მითხარით რა ვის დავადგე სახლში. თუ ყველაზე მარტივად ლენკას დავადგები სახლში, თუ გინდათ მაგრამ. სხვა ანანოს დავადგები, ჯითუს დავადგები, კოპალას სახლში ჩემი მტერი მივიდა. ალეკო ეყოლება იქა, ვინც არიცით, ეგ ვიდეოც ნახეთ, სანახავი არის. კაი ვიდეო გადავიღეთ ამასიად კოპალას სახლისთვის. ალეკოსაც გავიცნობ, მაგის ბარბერია ბოლო-ბოლო. კიდე ვინა, ვისთან მივიდა? რატი რო ჩამოვა მერე? ორი შვილის მამა არის, მაინც კაცი. ვინა რა ვიღაცებს ნახავ. აროჩი, ვისაც მეტყვით იმასთან მივაღა. ვისაც ოღონდ თვითონაც უნდა მითხას მოდიო, თორე ეს ჩემი ხომ თქვა მინდა. აი მე გული მე. კაი, კაროჩი, გაკოცეთ, კარგად იყავით რა, სამ ნამეტანი წუთში გადამივიდა ჯობია რომ გავთიშო ესე მშვიდობიან ნოტაზე დაგემშვიდობოთ, კარგად ბრძანდებოდით, გაკოცეთ ჭანჭლებში თქვენ გენაცვალეთ მე. თქვენ ხართ ხალხი ესე. ეს ჩვენს გვერდზე ის გოგო და აი უეჭველი ქართველი არის, ისეთ სახით მეყურებს ჭანჭლებს და ეგეთებს რო ვიძახ. ლენკა. ჩემი ჭურო ესმის მაგიტომ. აბა ჭანჭალი. ო, ჭანჭლზე მოქმედებს რაღაც. მოძრაობს ხოლმე. აუ მეშინია, კაროჩი, არ გამომუტევონ, ყველა კარგად იყავით. კარგად ნახვამდის.